რუსეთი 30 დღე, ბელარუსი 25 დღე, საქართველო მალე 60 დღე. ასეთი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები ორ შემდგარ და ერთ ჯერ კიდევ შემდგარ დიქტატურაში. ოლიგარქის რეჟიმმა გუშინდელი ძალადობრივი დღის პასუხად ახალი ცვლილებები წარმოადგინა. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა მალე 15 დღიდან 2 თვემდე გაიზრდება. ივანიშვილი, რომელიც დემოკრატიით აპირებდა ევროპის გაუცებას, როგორც ჩანს, მალე დიქტატურით გააუცებს რუსეთს. ეს ჩანს მიტაცებული სახელმწიფოს ყველა შტოს ქმედებაში, სასამართლოში, სადაც ნაცემი მოქალაქეები ცხადდებიან დამნაშავეებად. ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, სადაც მათი კიდევ უფრო კარგად დასჯისთვის ქმნიან საფუძვლებს. და მთავრობაში, სადაც ღირსების ორდენით აჯილდოებენ მათ, ვინც განსასჯელის სკამზე უნდა იყოს. ვიდრე კანონებით გაფორმებულ უკანონობაზე უფრო ვრცლად და დეტალურად გიამბობთ, გიყვებით როგორი იყო მორიგი დღე ივანიშვილის ძალადობის კალენდარზე, როგორ დაეჯახა ნიღბიანი და უსახო სისტემა პროტესტს. ნაცემი სახედალეწილი დემონსტრანტები ტვინის შერყევის დიაგნოზით, ძირითადად ტრაუმებით თავისა და სახის არეში, დაშავებული და ნაცემი ქალები, რომლებსაც საპოლიციო ძალები სიტყვიერადად შეურაცხყოფდნენ და ამცირებდნენ, დაკავებული არასრულწლოვნები, პროფესორები, ისტორიკოსები, სტუდენტები, პოლიტიკოსები, მათ შესახებ ჩვენ ახალი ამბების ნაწილში უფრო ვრცლად გიამბობთ. უწყვეტი პროტესტის 67 დღეს სისტემამ 31 ადამიანი გაუშვა საკანში, ყველა ადმინისტრაციული წესით. ადამიანები ჯერ კიდევ ეძებენ ახლობლებს კადრებში, რომ უსამართლო დაკავების მტკიცებულება მაინც ჰქონდეთ არა ეროვნული, არამედ საერთაშორისო სასამართლოს იმედად, ივანიშვილის რეჟიმი დიდი ალბათობით მალე ამასაც აღარ გაითვალისწინებს. 2 თებერვალს ჩვენ ვნახეთ ძალადობა მრავალ სერიად და 2 ადგილზე. დღისით ეს იყო თბილისის მოლთან, საღამოს უკვე სანაპიროზე. მიმოხილვაში ვეცდებით ავსახოთ ქრონოლოგია და გაჩვენოთ ყველა კომენტარი, ყველა შეურაცხყოფა თუ ფიზიკური ძალადობა, რომელიც საკუთარ თავზე კიდევ ერთხელ გამოსცადეს საქართველოს მოქალაქეებმა. მოსალოდნელი რეპრესიების, სისხლის სამართლის წესით დაპატიმრების რისკის მიუხედავად, თბილისი მოლთან შეკრება გუშინ 16 საათიდან დაიწყო. პარალელურად მსვლელობისთვის ემზადებოდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები. ამ დროისთვის ორივე ლოკაცია უკვე სრულად ჰქონდა ათვისებული საპატრულო და კრიმინალურ პოლიციას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალებს. სისტემას მობილიზებული ჰქონდა უდიდესი რესურსი. მაშინ როცა მოქალაქეებისთვის ნიღბის ტარება აკრძალულია, ყველა დანაყოფი იდგა ნიღბით, მათი იდენტიფიცირება იყო შეუძლებელი. პირველად სწორედ უნივერსიტეტთან გამოჩნდა ოცნების ღირსების ორდენოსანი სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი. მადლობა ბოდიშვილის ტელეკომპანია გუნდმა თუ შეიძლება რამდენიმე პასუხისგზადება. აქ პოლიციელებმა სტუდენტებს შესთავაზეს მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა და გზის ორი ზოლის ათვისება. ისინი თამაშობდნენ კონსტრუქციულობას, ქმნიდნენ კადრებს და დიალოგებს პროპაგანდისტული მედიისთვის. თუმცა აქედანვე იწყება აქციის მონაწილეების სიტყვიერი შეურაცხყოფაც. მაგალითად, კადრში, რომელსაც გაჩვენებთ, ისმის რას ეუბნებიან სტუდენტებს, რომლებიც ემორჩილებიან მოთხოვნას მიწისქვეშა გადასასვლელში ჩადიან. მათ თავზე დასძახიან დავაი, შემდეგ სიტყვას გამოიცნობთ თან მოისმენთ. მიუხედავად ამ ვითარებისა, აქცია თბილისი მოლისკენ მაინც დაიძრა დიდი პლაკატით და ილიას სიტყვებით: ჩვენი ქვეყანა მკვდარი თქვენგანა. პოლიციას უწევდა პროტესტის მწვავე შეძახილების მოსმენაც სხვა ლიტერატურული ჟანრიდან. დაახლოებით 6 საათისთვის, როცა მოლის მიმდებარე ტერიტორია შეივსო, საპოლიციო ძალების აგრესია უკვე აშკარა იყო. ისინი ერთის მხრივ თავაზობდნენ აქციის მონაწილეებს კორდონის გაკეთებას, გზის სავალი ნაწილის ორი ზოლის დათმობას, მეორე მხრივ არ აძლევდნენ მათ ამის უფლებას, ქმნიდნენ ხელოვნურ ჭყლეტვას. თან ეუბნებოდნენ, რომ მისცემენ საშუალებას ისარგებლონ გამოხატვის თავისუფლებით, თან იქვე მისდევდნენ მანქანას, რომელმაც უბრალოდ სიგნალით გამოხატა აქციის მიმართ მხარდაჭერა.
დერეფნის გაკეთების დაპირებაც ცხადია ბლეფი აღმოჩნდა. საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების ნაწილი მაგისტრალზე გაატარეს, ნაწილი ფაქტობრივ ალყაში მოაქციეს, აქცია ორად გაყვეს, დაიწყო დაკავებებიც. სისტემის სრული დეჰუმანიზება ჩვენ ცხადია აღარ გვიკვირს, მაგრამ მინდა გაჩვენოთ ეს კადრიც, როგორ პასუხობს ნიღბიანი შეძახილს, რომ ხალით სუდადაა. რადგან ამ ნიღბიანის სახით დღეს სახელმწიფო პასუხობს მოქალაქეს. Alija, bija prvi, kako? Egdos kalio sudata. Rato damle, cao. Damba, komere. მალევე აქციასთან ახლოს ჩამოდგა ეგრეთ წოდებული დაკავების მანქანა, უბრალოდ დემონსტრანტების საწამებელი უკამერო სივრცე, დაიწყო ცემა, გინება, ტერორი, ფიზიკური ანგარიშწორება, აქციის მონაწილეებს ურტყავდნენ ჯერ ამ მანქანაში ჩასმამდე, შემდეგ ჩანს, რომ წიხლს და მუშტს აყოლებდნენ უკვე მანქანაშიც. მანქანაში მყოფებიდან კადრებში ამოიცნეს ლუკას არიშვილი, ბადრი გრიგალაშვილი, არასრულწლოვანი ნიკოლოზ გველუკაშვილი. ისინი დააკავეს მაშინ ახლობლების თქმით, როცა ძირს დაგდებული მოქალაქის დახმარებას ცდილობდნენ სამივეზე ფიზიკურად იძალადეს. დღის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კადრია, როგორ უსწორდებიან პოლიციელები გედემან კუპრავას. მისი სახელი და გვარი ტელეკომპანია პირველმა მოგვიანებით გაიგო. კადრებში ჩანს, რომ მას 20-ჯერ მაინც ხვდება 4 პოლიციელის მუშტი სახესა და თავის არეში. კუპრავას აქვს ტვინის შერყევა და ცხვირი აქვს გატეხილი. კუპრავაყვება რომ ამ დროს ის არც იგინებოდა, არც წინააღმდეგობას უწევდა ვინმეს, უბრალოდ პოლიციელებს თხოვდა უფრო ფრთხილად მოქცეოდნენ ქალებსა და გოგონებს და სწორედ ეს გახდა მისი დაკავების საბაბი. ქალები ნამდვილად იყვნენ განსაკუთრებული სამიზნეები, მათ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, იყო ღირსების შემოახავი გამონათქვამები, მიანიშნებდნენ, რომ არიან მოსყიდულები, აშკარად იყო საერთო მესიჯ ბოქსიც, რომელშიც მთავარი სიტყვა იყო ასლარიანა. ჩამოიწია და ისე მელაპარაკე. ხელებს რომ მიქნევა. ეს ხათ მაგრები. ბიძინად მომება. ამერიკა მონახე ნასალარია. საამაყო და დეპოლიტიზებული პოლიცია ბრჭყალებში დაახლოებით ამავე ლექსიკონით საუბრობდა ელენე ხოშტარიაზე. მედიის გადაღებული ბევრი კადრი ადასტურებს, რომ სისტემა მიდიოდა პროვოკაციაზე, აჩვენებდა, რომ ნიღბიანები ან მართლაც მოწამულები არიან პროპაგანდით, ან უბრალოდ ასრულებენ სპეციალურ დავალებას. Gai, Elena, მიხედე ელენა, რუბლებს მიხედე ელენა. დაგილდება რუსული. ბია შენს უთხარ. ბიძინა. ობი მოეკიდა რუბლებს ელენა, ობი. დააკავეს პოლიტიკოსები ნიკა მელია, თენგო თევზაძე, გიორგი კირთაძე, გიგი უგულავა. კადრებში ჩანს, რომ უგულავა ფაქტობრივად ერთგვარი მოხრჩობის ილეთით გაყავთ ადგილიდან.
სამიზნე როგორც ყოველთვის იყო ადგილზე მომუშავე მედია. დაშავდა ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ნიკო კოკაია. სამართალდამცველები ფიზიკურად შეეხდნენ დიამამის შეშულს, რომელიც ტელეფონით იღებდა აქციის მონაწილეზე ძალადობას. ხელს უშლიდნენ ფორმულას კორესპონდენტს გიორგი კუჟინაძეს, მას მიკროფონი წართვეს, გზის სავალი ნაწილის დატოვებას აიძულებდნენ. Ay me suda khari va suda khari Zaki da var davike Melia Gamișui, zar dami bloco, gamișui e ha. Gamișui. Jurnalisti var identitate. Heli! Heli gamiș, lasă-te. Lasă-te. Heli! Მოაწყეს ჩემს ტელეფონს. ხო, მაშინ. და ბოლოს ვრცლად მოუყვეთ მთელი ამ სისასტიკის მთავარ დირიჟორზე სისტემის მთავარი ანტიგმირი ღირსების ორდენოსანი ხარაზიშვილი ადგილზე და პირადად ხელმძღვანელობდა პროცესს, გასცემდა ბრძანებებს. თავიდან მან მეგაფონით აგინა დემონსტრანტებს, ეს ადრეც გვინახავს, სიახლე არ არის. ნახე, პოლიცია როგორ აგინებს? ისო პოლიცია იგინება იქიდან. ხარაზიშვილი ადგილზე გასცემდა ბრძანებებს, მაგალითად ასეც, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფებმა კამერების წინ არ ჩაიდინონ დანაშაული, აი მან და არა ისმის ასეთი ხმა ერთ-ერთ კადრში და ამ ბრძანებაზე ნიღბიანები ჩერდებიან. წარმოიდგინეთ რა ხდება იქ, სადაც ეს შეძახილი მან და არა არ ისმის. მიუხედავად ამ სიტყვიერი ბრძანებისა, ხარაზიშვილმა თავად არ შეიკავა თავი კამერების თვალწინ, ტელეკომპანია პირველმა გადაიღო, როგორ მიყავთ მასთან გაკავებული დემონსტრანტი, როგორც ტყვე, როგორც ერთგვარი ნადავლი, რომ მან იძალადოს, ხარაზიშვილი მას წიხლს ურტყამს. ეს პრაქტიკულად პირველი შემთხვევაა, როცა მედია აფიქსირებს სანქცირებული ხარაზიშვილის დანაშაულს საჯაროდ. დილიდან არასამთავრობო სექტორის სისტემისგან ითხოვს რეაგირებას, მაშინ როცა ჩვენ ზეპირად ვიცით, რომ განაჩენი არ იქნება. მოგვიანებით თბილისის შემოსასვლელიდან მოქალაქეებმა მსვლელობით გადაინაცვლეს პარლამენტისკენ, მას შემდეგ რაც აღმაშენებლის ხეივნიდან ისინი სანაპიროზე გადავიდნენ, საპოლიციო ძალებმა ნადირობა განაახლეს და რამდენიმე ადამიანი დააკავეს, შედარებით მშვიდ ვითარებაში. დაკავებულებს შორის არიან ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ქადაგიძე, კოალიცია ცვლილებების წევრი ლუკა თეთრაძე. გიორგი ქადაგიძეს იჭერა. გიორგი ქადაგიძეს იჭერა.
დემონსტრანტებზე ნადირობის გამოცხადებული ქრონიკა ალბათ სისტემისთვისაც მოულოდნელად მაინც დასრულდა აქციით რუსთაველის გამზირზე. თბილისი მოლიდან წამოსულებს ადგილზე ის ადამიანები ელოდებოდნენ, რომლებიც უკვე 67 დღეა ართმობენ შეკრებისა და პროტესტის მთავარ ადგილს. ბოლომდე ასეთი იყო ამ ადამიანების მთავარი სადგომი. გადაცემის ამ ნაწილში ვსაუბრობთ, რა გაკვეთილი ისწავლა გუშინდელი აქციიდან სისტემამ. პირველ რიგში ის, რომ მან პროტესტი ვერ გადატეხა, რომ მან საკმარისად ვერ დანერგა შიში მოქალაქეებში. სწორედ ამიტომ დღეს მამუკა მდინარაძემ მაგიდაზე დადო საკანონმდებლო ცვლილებების ახალი ფაქტები, ფაქტობრივად რევოლუცია. მაგალითად, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა იზრდება 15 დღიდან 2 თვემდე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით. ანუ მაგალითად თუ იმავე მდინარაძეს მონას ან რუსს დაუძახებთ, შეიძლება 60 დღით წახვიდეთ ციხეში. ეს ცვლილება გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული ფაქტობრივად სრულად ანტიკონსტიტუციურია. კიდევ ერთი ცვლილება ეხება წინასწარი ნებართვის გარეშე აქციების გამართვას კერძო საკუთრებაში არსებულ საჯარო სივრცეებში. ანუ ხელისუფლება როგორც ჩანს შეწუხდა უნივერსიტეტებში პროტესტით, ან არ მოეწონა გუშინ სავაჭრო მოლში გამართული აქცია, როგორც ჩანს შეწუხდა თეატრების სცენაზე პროტესტით. ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდება, რომელიც აქამდე მხოლოდ ჯარიმით ისჯებოდა, ახლა დაისჯება 3 წლამდე პატიმრობით. მაგალითად, აქციის შეძახილი აჯანყდი შეიძლება კრიმინალურად მოინათლოს. დამძიმდა პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის სასჯელით, ეს 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება. მე შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ოცნებამ უკვე აკრძალა ნიღბების ტარება აქციებზე, ფეიერვერკის გამოყენება, ლაზერის მინათება, საავტომობილო გზებზე აქციის გამართვა და როგორც ივანიშვილის გუნდი გვპირდება, გაგრძელება იქნება.